Ძვირფასო მეგობრებო, საყოველთაოდ ცნობილია, რომ საპატრიარქომ ღვთისმსახურებმა შეასრულეს გადამწყვეტი როლი ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებაში, თანაც არაერთხელ. დღეს, როდესაც ოლიგარქს დაუდგა რეალური საფრთხე, რომ დაკარგავს პოლიტიკურ ძალაუფლებასა და მილიარდებს, კვლავ მიაკითხა ეკლესიას და აიღო ვალდებულება, რომ მოხატავს სამების საკათედრო ტაძარს. ჩვენ კარგად ნახეთ ივანიშვილის მოხატული, აფეთქებული, გადათხრილი საღდრისი და სრულიად საქართველო. მე მოუწოდებ საპატრიარქოს უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე. არ გაუხსნათ მეორე სუნთქვა კრიმინალს, გადამგდებს და ქვეყნის დამაქცეველს. როდესაც რეჟიმს შევცვლით, მრევლი თვითონ მოუხატავთ საკათედრო ტაძარსაც და სრულიად საქართველოსაც. თუ ქვეყანა დაიცალა და ტაძარში ხალხი აღარ შევიდა, ის ხალხი, რომლებიც ღმერთმა თავის სახით შექმნა, მაშინ აღარ გვინდა ტაძარი. თუ ეს ტაძრები დარჩება ირანელებსა და არაბებს, მაშინ აღარ გვინდა ეს ძალისხმევა. ამიტომ დღეს მთელი ბერი უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო მიზნისაკენ, რაც ოლიგარქატის მოცილებაში მდგომარეობს. სხვა გზა ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს და არჩეულობა გქონდეს. არჩევნებს უკავშირებს თქვენ მის აქტივობას თუნდაც საპატრიარქოს კუთხით? არა მარტო საპატრიარქოში მივიდა, ის ჩავიდა ზუგდიდში, ახლა გახსენდა, რომ ტაძარი დაუმთავრებელია, მილიონს წილავს, შეხვდა მეუფე პეტრეს, ყველადი ჭუჭუკეს. რა არიცით ხალხო და მეგობრებო. შეიძლება კიდევ ცოდვილი ვარ, ალბათ ამასაც რომ ამიტომაც, მაგრამ შეუძლებელი ეს არ იყოს. დაუშვებელი ერთი ადამიანი იყოს ღვთისმსახურიც, ბიზნესმენის და პოლიტიკოსიც. ის რაც ხდება ჩვენი საპატრიარქოს სისტემაში, სცილდება ყოველგვარ კანონიკურ საზღვრებს. და ამას ყველა ამჩნევს და ხედავს, თუმცა ბევრი ვერ ამბობს და ვერ ლაპარაკობს. არ შეიძლება მეუფე იყოს მსხვილი ბიზნესმენი, იმავდროულად ლოცულობდეს ჩვენს სულებზე და იყოს თან პოლიტიკოსი. ხან შევარდნაძე მოყავდეს, ხან სააკაშვილი, ხან ივანიშვილი, ხან პეტრე, ხან სავლე და ხან პავლე. ეს არის დაუკვა. ეს პროცესი უფრო მეტად საშიშია, ვიდრე ოკუპაცია, გარემტები და სხვა უბედურებები, რაც მრავლად გვჭირს. არ შეიძლება ართმევდეს ოლიგარქი ხალხს, ლუკმაპურს, ხელფას, სამუშაო ადგილს, პენსიას, ეროვნულ სიმდიდრეს. მერე სწირავდეს საპატრიარქოს გარკვეულ თანხას მოპარულიდან და ცოდვები ჩამოეწერებოდეს და იღებდეს ინდულგენციას. ადამიანებს უნდა დაუბრუნოს ჩხარტიშვილმაც მოპარული, ივანიშვილმაც, კალაძემაც, კვირიკაშვილმაც, ვისაც მოპარე, იმათ უნდა დაუბრუნონ და არა ინდულგენციად მიიტანოს საპატრიარქოში. ჩვენ ეს საკითხები თუ არ გავამწვავეთ, ეხლა თუ არ თქვით, ჩვენი სახე, ჩვენი სულიერება, ჩვენი დღევანდელობა, იმ ქვეყნიურობაც ყველაფერი ეკლესიაშია, თავმოყრით, ხო? და ვინც ამ საქმეს ემსახურება, თუ ბიზნესმენობას დაიწყებენ, გვერდზე კაზინოს გახსნიან საპატრიარქოს და ხმას არ ამოიღებენ, ვენახებსა და მამულებს და მიწებს დაითრევენ და ბიზნესს აწყობენ საკუთარი ოჯახისათვის. თუ ამდენი მშიერი ხალხი გარეთ ივლის, გაიქცევა ქვეყნიდან და მათი შვილები ოქსფორდში და ჰარვარდში ისწავლიან ხალხის ფულით, ეს უკვე აღარ არის ის, რაც ჩვენი არსებობის საფუძველია და რამაც დღემდე მოვიტანა. ეკლესია ღვთისმსახურება, საპატრიარქო უნდა ზრუნავდეს გაჭირვებულ ხალხს, შივრებზე, ობლებზე, უპატრონოებზე, ავადმყოფებზე, ბავშვებზე, მათხოვრებზე და მთელი რესურსი რაც აქვს, უნდა მოახმარონ მათ გადარჩენას და არა ჯიპების ყიდვას და ევრო რემონტებს. აი ეს არის ეკლესიის ფუნქცია და მოვალეობა და ამოცანა და მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოება სწორად გაიგებს ამ განცხადებას და მათ შორის საპატრიარქო პირველში.